კავკასიის უნივერსიტეტის graduation-ზე პრინციპულად არ მოვდივარ, რადგან ერთ საწყალმანტიაში და დიპლომში უნივერსიტეტის სტუდენტებისგან ითხოვს 490 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ 6 წელი გავიდა უკვე კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დასრულებიდან, ეს ამბავი დღემდე ძალიან ცხადად მახსოვს ის, რაც მე თავს გადამხდა. ტრამული, შეიძლება ცოტა გაზვიადებული ნათქვამი იყოს, მაგრამ დაახლოებით ესეთი გამოცდილება იყო ჩემთვის. ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტში, კონკრეტულად სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე. თავიდანვე ვიტყვი, რომ მე ამ პროგრამით არ ვიყავი აღფრთოვანებული, არც სწავლის ხარისხით. ამას ყოველთვის აღნიშნავდი და ეს არ ყოფილა ის, რომ დავასრულე და მე ვთქვი რაღაც. თუმცა იყო რამდენიმე ისეთი ლექცია, სალექციო კურსი და რამდენიმე ისეთი ლექტორი, რომელსაც დღემდე ძალიან ვაფასებ. თუმცა ეს იყო ერთ ხელზე ჩამოსათვლელი რამდენიმე ლექტორი. უნივერსიტეტის დასრულების ღონისძიება, ეგრეთ წოდებული graduation-ი, იყო ფასიანი. ახლა არ მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ მე მგონი რაღაც 400 ლარი ჯდებოდა და ახლა მეგონი მეტი ღირს 100 ლარით. არ მახსოვს ზუსტად ეს როგორ იყო. და ღონისძიება იყო დაყოფილი ორ ნაწილად. პირველი დღის ღონისძიება ეს იყო ეს ქუდების აყრა, მანტიები და დიპლომი და მეორე დღის ღონისძიება იყო after party. არ გამიპროტესტებია ის ფაქტი, რომ იყო ფასიანი, მაგრამ აქვე ორი ფაქტორი დგას რა. ერთი ფაქტორი არის ის, რომ შეიძლება მე საერთოდ არ მინდოდეს მაგალითად წასვლა ეგრეთ წოდებულ after party-ზე, თუ არ მინდა წასვლა მანდ, მაგრამ მაგალითად მინდა რომ წავიდე პირველ დღის ღონისძიებაზე, რაც არის ქუდების აყრა და მე მგონი ეს ნაკლებად ყველა სტუდენტს უნდა, რატომ არ უნდა მქონდეს არჩევანის თავისუფლება და მაგალითად მივიდიოდე მარტო დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე. და თუ კი მაქვს ამ არჩევანის საშუალება, რატომ უნდა გადავიხადო მაინც სრული თანხა. პირადად მე საერთოდ არ მინდოდა წვეულებაზე წასვლა, არ მიყვარს მსგავსი ტიპის ღონისძიებები და წვეულებები. ხო შეიძლება რომ თანხა აყოთ ორ ნაწილად, ისევე როგორც ღონისძიება არის ორად გაყოფილი, ხო? და უფრო მეტი სტუდენტი შეძლებს წასვლას პირველი დღის ღონისძიებაზე. მაშინ შეიქმნა ჯგუფი, ამ ჯგუფში ძალიან ბევრი იწერებოდა, რომ ზოგს საშუალება არ ქონდეს, ზოგს პროტესტის გამო არ უნდა წასვლა. ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომელსაც მართლა ძალიან უნდა წასვლა, უბრალოდ საკუთარ თავს ვერ აძლევდა იმ ფუფუნების საშუალებას, რომ აქაც წასულიყო. თუ graduation-ზე წამოსვლის საშუალება არ ქონდა, მაშინ როგორც სწავლობდი ამდენი წლის განმავლობაში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არის ძალიან ბევრი ისეთი პროგრამა, რომლის ღირებულებას დაახლოებით იგივე არის, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების ღირებულება, ჯერ ერთი ავიღოთ ეს. მეორეს მაგალითად მე ორმაგი დაფინანსება მქონდა, ერთი იყო შიდა და ერთი სახელმწიფო. შესაბამისად, ჩემთვის მინიმალური გადასახადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გადასახადი მგონი 5000 ლარამდე იყო ზოგადად. ამიტომაც, გამოვიტანთ დასკვნებს, რომ ყველა მანდ ვინც სწავლობს ძალიან შეძლებულია და რომც არ იყო შეძლებული, უკვე პრინციპის ამბავია ხანდახან რაღაცები. და ის რომ უნივერსიტეტმა ამხელა ნიშნულ ღონისძიებას არ უნდა გამოგაკლოს, მე მგონი რა ვიცი, ჩემთვის 2 x 4 და თქვენთვის არ ვიცი, მოდი ვიდეოთ, რომ ეს 5-ია. იყო კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან, იყო კომუნიკაცია ლექტორებთან, თვითმმართველობასთან და არაფერმა არ გაჭრა. იყო საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში უნივერსიტეტში ეს ღონისძიება იყო ფასიანი, არ იყოფოდა თანხა ორ ნაწილად, ისევე როგორც ღონისძიებები ორად იყო დაყოფილი და შესაბამისად არაფერი არ შეიცვლებოდა. არ მინდოდა რომ მაინც და მაინც იმ მომენტში, როდესაც ჩემი კურსელები მიდიოდნენ ამ ღონისძიებაზე, ხასიათი გამეფუჭებინან მათთვის, დავწყვიტა რომ ბოლოჯერ მეცადა და დავკავშირებოდი უნივერსიტეტის რექტორს, პრეზიდენტს კახა შენგელიას. ძალიან კარგად ვიყავ განწყობილი, გულწრფელად რო გითხრათ, ვფიქრობდი რომ მეთქი აი ჰოპ მასთან გავიდე კონტაქტზე, ყველაფერი მოგვარებული იქნება. დავურეკე და ავხსენე სიტუაცია, არ დამაცადა ლაპარაკი. მისი კომენტარი იყო მსგავსი, რომელიც არასდროს არ დამოვიწყდება. ხომ იცოდი სადაბარებდიო, ხო და თუ არ შეგიძლია რომ გადაიხადო ამ ღონისძიების საფასურიო, მაშინ წადი ბანკშიო, სესხი აიღეო და ისე წამოდიო. აი მან დასრულა ყველაფერი. არც უკვე ღონისძიებას წასვლა არ მინდოდა, არც მანტია მაინტერესებდა, არც დიპლომი და არც არაფერი. მჭირდება დიპლომი. მეუბნებიან, რომ შენ დიპლომს ისე ვერ აიღებ, თუ არ გადაიხდი კონკრეტულ თანხას. მაშინ 120 ლარზე იყო საუბარი. ვეკითხები, რატო უნდა გადავიხადო დიპლომში თანხა? მეუბნებიან, რომ შენ ორ დიპლომს მიიღებ, ერთი იქნება ჩარჩოში ჩასმული და მეორე იქნება ჩვეულებრივი ფურცელი. მეუბნებიან, მე ჩარჩოში ჩასმული დიპლომი არ მინდა, შეიძლება რომ უბრალოდ ცნობა ავიღო, ფურცელი ავიღო, არაფერი არ მინდა მე თქვენგან. არა, აქაც არის არჩევანის საშუალება, აქაც ან ორივეს აიღებ, ან არც ერთს ავდექი და დავწერე პოსტი. არ მეგონა თუ ამხელა გამოხმარება ექნებოდა იმ პოსტს. კავკასიის უნივერსიტეტის ისეთი უღირსი კომუნიკაცია შედგა მაშინ, რომ მივხვდი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პირველი, იმიტომ რომ არ წავედი დამამთავრებელ ღონისძიებაზე და მეორე ის, რომ
დავწერე ეს პოსტი. იყო აიც როგორი კომენტარები ნატალიაში, ხო დაფინანსება მიიღე ჩვენი შიდა დაფინანსება და რომ ლაპარაკობა ამდენს, ну რაღაც ეგეთი კონტექსტში ხა ზუსტად არ მახსოვს როგორი იყო. ალბათ სავარაუდოდ ვსწავლობდი კარგად, ალბათ სავარაუდოდ კარგი სტუდენტი ვიყავი. თავს არ ვიქებ, არ მინდა ისე ჩათვალოთ, მაგრამ მე ვიყავი სავარაუდოდ იმ წელს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტი. თითქმის 4 იყო ჩემი GPA, ხო იყო 80 თანამშრომლებისადმი, რომ მათი დაწერილი პოსტები უნდა გაეზიარებინათ, სადაც მიდიოდა ჩემი კორექტული ბულინგი და ყველაზე მთავარი უნივერსიტეტი წერს, რომ დიპლომები ყოველთვის უფასო იყო. ანუ ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და ძალიან შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ გიჟი არ ვარ, რომ რაღაც ისეთი ტყუილი დავწერო, რადგან მე პასუხს ვერ ვაგებ, ხო? არ ვიცი, სასაცილო თუ სატირალი იყო ეს ამბავი, ძალიან ბევრმა სტუდენტმა თავისი სკრინები ამოიღო მეილიდან, სადაც უწერენ, რომ აი დიპლომის აფასური 120 ლარია და ბევრმა მიწერა, რომ რატო გადავიხადეთ თანხა დააბრუნეთ, თუ უფასო იყო და ასე შემდეგ. ნუ ფაქტი არის, რომ იმ წელს რაც მოხდა და როგორც გავიგე, ჯერჯერობით ისევ ასე არის, დიპლომები არის უფასოდ გაიცემა დიპლომი. ნუ დიპლომი რაღაცა ფურცელი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? უფასოდ რო გაიცემა, ეს უკვე ძალიან კარგი პრეცედენტია. აქვე ვლოცვა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დაამთავრა უნივერსიტეტი და უბრალოდ რა ვიცი, მე მგონია რომ გული უნდა გწყდებოდეთ ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც თქვენთან ერთად ყოფნა ვერ მოახერხა ამ ღონისძიებაზე და უნდა ფიქრობდეთ, რომ ეს უსამართლობაა.